თბილისის მერის ინიციატივით შენობა ნაგებობების ექსპლუატაციის წესში ცვლილებებით შედის. სიახლის თანახმად ქალაქში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები მარტივდება. მაგალითად, პროექტის დარღვევით აშენებული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებს აღარ მოუწევთ კორექტირების პროცედურების გავლა და არქიტექტურის სამსახურის მიერ აღნიშნულის დადასტურება, ხოლო ზედამხედველობის სამსახური ჯარიმის გარეშე დასრულებულ მშენებლობებს მარტივად მიიღებს ექსპლუატაციაში. შენობა ნაგებობის ექსპლუატაციის წესში შესული ცვლილებები გიგი უგულავამ მშენებლებსა და არქიტექტორებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა. უგულავამ ყურადღება არქიტექტურული სამსახურის დაჩქარებული მომსახურების გაუქმების საკითხზეც გაამახვილა, რომელიც მისი განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობამ დაუდევრობით გააკეთა. მერი იმედს გამოთქვამს, რომ კანონის ამოქმედებამდე ის ხარვეს გამოასწორებს. კანონი 1 ივნისიდან ამოქმედება. მნიშვნელოვანი სახლი იქნება. განსაკუთრებით, როდესაც დღეს სახეზე გვაქვს ჩვენ ეკონომიკური სტაგნაცია, სამწუხაროდ სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისის ნიშნებიც და ამას რამდენიმე თვიანი, ესე ვთქვათ, დამალვის შემდეგ მთავრობამაც დაიწყო ამ თემაზე საუბარი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ყველა სფეროში გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც ბიზნესს ერთის მხრივ დააწყნარებს, მეორე მხრივ გავუადვილებს საქმიანობას. ეს იქნება ფინანსური წნეხის მაქსიმალურად მოხსნა მშენებლებისათვის, ვინაიდან მათ შეიძლება უკვე გამოთავისუფლებული ფულის მიმართვა თავიანთი სამშენებლო საქმიანობის დასრულებისათვის, აგრეთვე ეს არის იმ რეგულაციების პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება, გაიოლება მათ სამშენებლო სექტორის ამ სეგმენტში არსებობა. მშენებლობის პერიოდში თუ რაღაც კლიენტს, ანუ ვინც აშენებდა სახლს, განაცვლილება მოუნდებოდა, ამ რუტინული სამუშაო იყო, უნდა გადაგეკეთებინა, მოსულიყავი მერიაში და თელი პროცედურები იყო გასავლელი. ახლა დამთავრებამდე ის რაც კიდევ ვიძახეს არ არის ესეთი რადიკალური ცვლილებები, რომელიც არის ფანჯრის ღიობთან დაკავშირებული, კარების ღიობთან, კიბის უჯრედის კონფიგურაციასთან, ეს პროცედურები შეიძლება ბოლომდე მიიყვანოს მშენებლობა და შემდეგ ერთი მიმართვით ხოლმე გამოასწოროს. ხარვეზები შეათანხმო ბუნებრივია მერიასთან და ჯარიმებიც არის მოხსნილი ფაქტურად.